ოცნების ხელისუფლებამ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა შეიძინა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, ულტრათანამედროვე სისტემას 5 კილომეტრის რადიუსში რამდენიმე ათეული დრონის აღმოჩენა და განეიტრალება შეუძლია. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. დინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა ეგრეთ წოდებულ სქროლვა სკრინვის სააგენტოზეც. მან ოპოზიცია და კრიტიკული მედია ახალი სამმართველოს საწინააღმდეგო კამპანიაში დაადანაშაულა. დინარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობას განაგრძობს, რისი დასტურით საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტების შემცირება. მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედია საშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვის ენის გამოყენების აღმოფხრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად. დინარაძემ ბრიფინგზე შეაქო ოცნების ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ღონისძიებებიც. მისი თქმით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა გახდეს.